ტრაგედია სამხრეთ კორეაში მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაღუპულია 179 ადამიანი. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მათგან მხოლოდ 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ორივე ეკიპაჟის წევრია. პირველადი ინფორმაციით GGVR-ის თვითმფრინავი ბანკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა. დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამოწვევის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია. ტერიტორია კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული. სამხრეთ კორეული ავიალაინერი სეულიდან თითქმის 300 კილომეტრით დაშორებულ მუანის აეროპორტში დაშვების დროს კედელს შეეჯახა და აფეთქდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს შასი მხოლოდ ნაწილობრივ აქვს დაშვებული და მიწაზე დაფრენისას კორპუსის ხომალდი ასფალტით დაფარულ ნაწილს ეხება. რის შემდეგაც თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადადის და დამცავ ჯებირთან შეჯახების შედეგად ფეთქდება. თუმცა პრობლემები თვითმფრინავს ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას დაეწყო. მინდა უდიდესი სამძიმარი გამოვთქვა და მოვუბოდიშო დაღუპულ მგზავრთა ოჯახის წევრებს. GGVR ოჯახების მხარდასაჭერად ყველა ძალისხმევას გაიღებს და მიზეზის დასადგენად მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ. დაშვებამდე თვითმფრინავს სავარაუდოდ ჩიტი შეეჯახა, რამაც მარჯვენა ძრავი დააზიანა. ეს ორძრავიანი თვითმფრინავია და გამოდის ერთი გაითიშა. ამან გამოიწვია თუ არა პრობლემების კასკადი პილოტის კაბინაში ჯერ არ ვიცი, მაგრამ თვითმფრინავის შასი არ გახსნილა. ასევე ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს არსად არ უნდა იყოს კედელი. კადრებში ვხედავთ, რომ თვითმფრინავი ტოვებს ასაფრენ ზოლს და დაახლოებით 100 მეტრს გადის კედელთან შეჯახებამდე. კედელის იქ არსებობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. თვითმფრინავის ბორტზე სულ 181 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას მხოლოდ 2 ადამიანი, 1 მგზავრი და ეკიპაჟის 1 წევრი გადაურჩა, რომლებიც თვითმფრინავის კუდის ნაწილში იმყოფებოდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაღუპულთა უმეტესობა, რომელთა ასაკიც 3-დან 78 წლამდე მერყეობს, სამხრეთ კორეის, 2 კი ტაილანდის მოქალაქეა, საიდანაც რეისი სრულდებოდა. თვითმფრინავმა დაშვებისას ნებართვა 54 წუთზე მიიღო და პირველი მცდელობა ჰქონდა. თუმცა 3 წუთის შემდეგ ჩიტების გადაადგილებაზე შეტყობინების მიღების შემდეგ პრობლემა წარმოიშვა და კურსიდან გადახვევა მოუწია. შასს რაც შეეხება, ის ვიდეოში ნაწილობრივ ჩანს. კატასტროფის ადგილზე 1500-მდე მაშველი და სამართალდამცველია მობილიზებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი. ნაპოვნია შავი ყუთებით და დაწყებულია გამოძიება. სამხრეთ კორეას სამძიმარს უცხადებენ მსოფლიო ლიდერები. ტრაგედიის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 6 დღიანი გლოვა გამოაცხადა.